დოკუმენტები, რომელიც ჯერ კიდევ მეცნიერთა მხრიდან საფუძვლიან შესწავლას ელოდება. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ემიგრირებული წევრების წერილები, რომლებიც საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის ბევრ უცნობ დეტალს მოჰყვენს ნათელს, სახელმწიფო ეროვნულ არქივშია დაცული. გასაბჭოების შედეგების სრულად შესაფასებლად 91 წელი საკმარისი არ აღმოჩნდა. სწორედ ამდენი ხანი გავიდა წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან. იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ლევილისა და ჰარვარდის დოკუმენტებია დაცული, რომლებიც საქართველოს გასაბჭოების შესახებ ჯერ შეუსწავლელ ინფორმაციას მოიცავს. მასალებს შორის თავმოყრილია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრების, რუსი გენერლებისა თუ რიგითი მებრძოლების წერილები. დოკუმენტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ნოე ჟორდანიას ჩანაწერებია, რომლებსაც პირველი დემოკრატიული მთავრობის მეთაური დევნილობისას საფრანგეთში წერდა. მათში სრულად აღწერილი რუსეთის არმიის შემოჭრისას არსებული ვითარება. ჩანაწერებში ჟორდანია მე-11 არმიის გენერალ ჰეკერს ახსენებს, რომელსაც დავალება მიუღია საქართველოს დასაპყრობად საჭირო სამხედრო ძალების შესახებ ბოლშევიკებისათვის მოხსენება წარედგინა. მასალებში რუსი გენერლის შესრულებული დავალების დამადასტურებელი წერილიც ინახება სერგო ორჯონიკიძისადმი. მასში ჰეკერი იტალიურ ენაზე დეტალურად აღწერს სადაზვერო სამუშაოების შედეგებს და საქართველოს თავდასხმის შესაძლებლობებს. წერილი 1920 წლის 18 დეკემბრით თარიღდება. მას დეტალურად აქვს აღწერილი ამდროინდელი საერთაშორისო სიტუაცია საქართველოს ჯარების, საქართველოს რესურსების შესახებ და აგრეთვე მდგომარეობა მათი ჯარების შესახებ. ანუ ჩვენ ამ დოკუმენტით ხვდებით, რომ უკვე რამდენიმე თვით ადრე დაწყებული იყო ამ ოკუპაციის მომზადება. ისტორიულ კოლექციაში ინახება რიგით მებრძოლთა წერილებიც. მათ შორისაა საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლების მეთაურის დეპეშა, რომელიც მან იგოეთიდან ბათუმში საქართველოს მთავრობის მეთაურს გაუგზავნა. ვლადიმერ გოგუაძე ქვეყნისთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლის პირობას დებდა. თუმცა მისი დეპეშა სწორედ იმ დღეს გაიგზავნა, როცა პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ საქართველოს ტერიტორია საბოლოოდ დატოვა და საფრანგეთში გაემგზავრა. ვლადიმერ გოგუაძესა და მის ჯავშნოსან მატარებელთა რაზმს, რომელსაც მისი ძმები, მეგობრები და ნათესავები შეადგენდნენ, უამრავი თავზე ხელახებული ისტორია უკავშირდება. მისი დამსახურება იყო ისიც, რომ 1920 წლის 7 მაისს რუსეთმა საქართველოს საერთაშორისო სამართლის სუბიექტად აღიარა. არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც სურვილი ჰქონდათ და უნარით შესწავლათ საქართველოს დაცვის. თუმცა სამწუხაროდ საერთაშორისო პოლიტიკურმა ვითარებამ და აგრეთვე იმანაც, რომ თვით ქართველების ხელით მოხდა ჩვენი ქვეყნის დაპყრობა, მათ ამის გაკეთების შესაძლებლობა არ მისცა. ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე კიდევ უამრავ საინტერესო დეტალს მოიცავს. მასალები საქართველოში 10 წლის წინ საპარლამენტო კომისიის მოლაპარაკებების შედეგად ჩამოიტანეს. ეს დოკუმენტები არქივის სპეციალისტების მიერ იქნა ამ წლების განმავლობაში შესწავლილი და ხარისხებული, გამოყოფილი როგორც უწყებრივი ფონდები, ასევე პირადი ფონდები. შესაბამისად, ახლა უკვე მკვლევარებსაც შეუძლიათ მობრძანენ ეროვნულ არქივში და გაეცნონ დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის დოკუმენტებს. ლევილისა და ჰარვარდის კოლექციების შესაძლოა ახალი მეცნიერული ნაშრომების საფუძველიც გახდეს. დოკუმენტები საშუალებას მისცემს მკვლევარებს წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ მნიშვნელოვანი, აქამდე უცნობი მასალები შეისწავლონ.